საღამოშვიდობისა ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია სალტე გადაცემით პოლიტიკის საათი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო ეთერი გვაქვთ. გადაცემა ეძღვნება საგამოძიებო კომისიას და არა მხოლოდ საგამოძიებო კომისიას, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესებს, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ასევე ჩვენს გარშემო, განსაკუთრებით თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომლის მცდელობაც არის ასევე საქართველოში და ბალტიის ქვეყნებში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ თემებს შევაფასებთ ბატონ მამუკასთან ერთად. მოგესალმებით ბატონ მამუკა, მადლობას გიხდით სტუდიაში მობრძანებისათვის. დღევანდელი ეთერი მინდა ბატონ მამუკა დავიწყო სწორედ საგამოძიებო კომისიით. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო კომისიის სხდომა, მოწვეული იყვნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ირაკლი ოქრუაშვილი არ მივიდა, განაცხადა რომ არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიის სხდომაში, მათ შორის არის გოკა გაბაშვილიც. დავიწყოთ პაატა დავით აიას როგორც კომისიის თავმჯდომარემ პრინციპში მან ისაუბრა იგივე გაიმეორა რაც დადო მისმა საგამოძიებო კომისიამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მაგრამ აი რაც შეეხება ევაკუაციის ნაწილს, ეს არის მთავარი საკითხი, რაზეც ყველას დაუსვას თეატოლუკიანმა კითხვა და ყველა შეეცადა მაინც ეს თემა ამ თემაზე გაეცა მაგალითად გრიგოლ ვაშაძეს ისეთი პასუხი, რომ აი თითქოს ამით ხალხის ევაკუაცია ქართულ მხარეს რომ დაიწყო, ამით აჩვენებდნენ იმას, რომ საქართველოს ემზადებოდა ომისთვის. რა შეცდომები იყო აგვისტოს ომში დაშვებული ბატონ მამუკა და რას ელოდებით თქვენ საგამოძიებო კომისიიდან? არასოდეს დამავიწყდება მაშინ რეზონანსი ჟურნალისტი ვიყავი, როდესაც დაუბრუნდით ცხინვა გორიდან, უკვე აღებული იყო გორი. თქვენთან მოვედი ინტერვიუზე, შეშინებული ვიყავი, ჩემ ძალიან ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ მე აფხაზეთიდან ვარ და ეს ყველაფერი გამოვლილი მაქვს, ვიცი რა საშინელება ეს ომი. და მოვედი ბატონ მამუკასთან ინტერვიუზე და ტირი ვარ, მეშინი არ ვიცი რა მოხდებოდა, მითხრა თუ არ დაიწყებ ტირილს გაგაგდებს სამსახ, თუ არ მიატოვებს ამ ტირილს გაგაგდებ იცოდე აქიდანო, მოკლედ ესეთი რთული ვითარება იყო მაშინ. რა იყო ბატონ მამუკა მაშინ, რა მოხდა და დღეს რას ელოდებით საგამოძიებო კომისიიდან თქვენ? ნუ ძალიან მარტივად რო თქვა, ჩემთვის ეს იყო იმ ტრადიციის, სამწუხარო ტრადიციის გაგრძელება, რომელსაც ქვია საკუთარ თავზე ცდების ჩატარება. დიახ. ლაბორატორია, საქართველოს დიდი ლაბორატორია, უკვე წლებია, როცა ჩვენი ხელისუფლების თუ პოლიტელიტის თუ საზოგადოების ნაწილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, საქართველოს შეატაროს ცდა. ამას ჩვენი მეზობლები იქნება თუ მოყვარე იქნება თუ მტერი აგვირდება, ზოგი ცდილობს რომ ჩვენი სისუსტე მერე გამოიყენოს, ზოგი ცდილობს რომ ეს შეცდომა არ გაიმეოროს თავის სახელმწიფო ცხოვრებაში. მაგრამ ეს ლაბორატორიის პრინციპი არსებობს. ხო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცოდით და ამას ვამბობთ ხშირად მაშინ, რომ 2006 წლის გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებული შტატებისა კოსოვოს აღიარებასთან დაკავშირებით აუცილებლად გამოიწვევდა ასე ვთქვათ გაგრძელებას და უსები ამას გამოიყენებდა. არის ამაზე თქვენი ძალიან ბევრი ბეჭდური ინტერვიუ. კი, თქვა კიდევაც მერე პუტინმა, რომ აი როცა კოსოვოს აღიარება მოხდა, როცა დაიჩაგრა ჩვენი მეგობარი სერბეთიო, ჩვენ უკვე დავგეგმეთ ესეთი რამდებიო, აი აფხაზეთის და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მიმართ. მოკლედ, ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოხდებოდა, ვიცოდით, რომ ხაფანს გვიგებდნენ და მაინც შევყავით თავი ტრადიციულად, როგორც ხდება ხოლმე, მაინც გადავდგით ეს ნაბიჯი. სულაშვილის აი რომ დავიმოწმო გაზეთი კვირის პალიტრა, იქ გამოქვეყნებულია ჩემი იმ წლის ივლისის სტატიის ინტერვიუ 13 ივლისს, სულაშვილის ციფრი არის უსიამოვნო. იქ ნათქვამია რომ რა მოხდებოდა აგვისტოში. ეს კი იმიტომ კი არა, რომ წინასწარმეტყველი ვარ და შემიძლია წინასწარ გასაზრდა, არა, იმიტომ რომ მე თვითონ ვიყავი ჩასული რეგიონში და ვნახე ჩემი თვალით სოფელ მსხლებში როგორ მზადდებოდა რუსის ჯარი, როგორ ემზადებოდა, როგორ იყო ახალი კონტინგენტი შემოყვანილი და როგორ ცდილობდა, ეს არის ივლისი. და ანუ აგვისტოში რა მოხდა იცი. ხო და როგორ ეკეთებოდა ჯავის ესე ვთქვათ მიმდებარე ტერიტორიაზე ეს მართუხლართები და ნუ მოკლედ ომისთვის მზადება მიდიოდა სრული სვლით თუ მე ჩამოვედი და მოვუყევი მაშინ ისე საჭირო იყო და სასაცილოდ არ ეყოთ მაგრამ ნუ აი პრინციპში მე გესაბეჭდილება მაქვს რომ ეს ყველაფერი იყო კი საბეჭდილება კი არა ვიცი რომ ეს ყველაფერი იყო ექსპერიმენტის ფორმა ჰქონდა ამას სხვა შეიძლება ძალიან საინტერესო ეპიზოდი გეტყვით ერთს ომის მერე მე და ერთი ქართველი პოლიტოლოგი ვესაუბრებოდი ჩვენ კოლეგებს ამერიკელებს
და ეს ჩვენ აი პირზე ქაფ მორეულები უმტკიცებდით რომ გინათორა თეთრმა სახმა ყველაფერი იცოდა და მისა ამის საშუალება ჩვენს ხელისუფალთ უბიძგა კიდევაც და ამერიკელებიც ასევე ქაფ მორეულნი გვეუბნებოდა რომ ეს ასე არ იყო. და უცებ ჩემი კოლეგა ცნობილი პოლიტოლოგია თქვენც იცნობ ძალიან კარგად, მე არ მაქვს უბრალოდ უფლება რომ ეხო დავასახელო, არ მოუწია მასუფლება. ხო და აი მან კითხა, კარგი თეთრი სახლი არაფერ შუაში არ არის, მაგრამ პენტაგონიო და აქ სიჩუმე ჩამოწვა მძიმე. ეს 4-ვენი გაჩნდა. ანუ პრინციპში ეს იყო გარკვეული ექსპერიმენტი, ჭირდებოდათ ექსპერიმენტისთვის ჩაგვატარებინა ეს ექსპერიმენტი, ჩვენმა ხელისუფლებამ მიწოდა რომ ექსპერიმენტი იყო და მაინც წავიდა ამას. ეს არის ზუსტად ყველაზე მძიმე. ის რომ მოულოდნელი ყოფილიყო, ნუ კიდე გასაგებია ხდება ხოლმე ესეთი რა, მაგრამ როცა იცი რომ ეს მოხდება, როცა იცი რომ ხაფამს გიგებენ და მაინც თავს გაყოფში. აი ეს არის მე მაგალითად ვამბობ ყოველთვის, ეხაც ვამბობ და მაშინაც ვამბობდი. ომი საქართველოს არ დაუწყია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა რომ ხაფანგში აყოფინებდნენ თავს და მაინც გაყო. ახ მაყურებელმა შეიძლება დაგისვათ ბატონ მამუკა ესეთი კითხვა, რატომ გაყო მაშინ, რა მაიძულა სააკაშვილის ხელისუფლება რომ გაიყო აი ამ ხაფანგში თავი? 2006 წელი იყო მანამდე, ამ თემაზეც იყო საგამოძიებო კომისიაზე დღეს საუბარი და ყოფილი პრემიერი ზურაბ ჟვანიას როლზე, რომლის მცდელობით მაშინ აიცილა საქართველოს ომი. რატომ გაყო, როგორ ფიქრობთ 2008 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ? სულ მუდმივად აი მაკეინის საპრეზიდენტო არჩევნები არის აქ. მაკეინის საპრეზიდენტო რატომაც არა, ახლა მაკეინის უცებ აღმოაჩნდა მეორე დღეს, აი მეორე-მესამე დღეს ვარ ვწდები, თუ მეორე დღეს უკვე რეიტინგი მოვიდა. ხო, დამუშავებული ისეთი საბჭოები ექნებოდა, რომ ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყო, როგორ აი მოიმატა მაკეინის რეიტინგმა, რომელსაც გამოაცხადა რომ მე ქართველი ვარ, ჩვენ ქართველები ვართ, როგორ გაჩნდა სამკერდე ნიშნები უცებ და მოკლედ ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ასეთი ტიპის პირასპირები რასაკვირველია მალე იქნება ხოლმე, მაგრამ ძალიან მალე მოხდა ამ შემთხვევაში. ძალიან კარგი რეზულტატი მისცა. ნუ აი ხო გეუბნებით, მე მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ეჭვის საფუძველს ბევრი რამ მაძლევს და შემიძლია ამიტომაც ვამბობ, ამიტომ ვიხმარობ ამ სიტყვას საცდელი ლაბორატორია. საჭირო იყო და ამიტომ შემოწმა ბევრი რამ. მაკეინისთვის ეს გამოდგა დადებითი პენტაგონისტვის გამოდგა ის, რომ რუსეთის არმიის მზადყოფნა იქნა შემოწმებული და ასე შემდეგ. ეხლა მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს იყო რუსების მიერ შეკვეთილი ოპერაცია. რატომ რუსეთმა ხო მიიღო? მე არ მინდა მეთქი რომ თქვა, მაგრამ ესე იგი ესე თქვა, რუსეთმა მიიღო, თუ მიიღო რუსეთმა სერიოზული პლაცდარმი შექმნა აქ ნატოს და დასავლეთთან ურთიერთობის საწინააღმდეგოდ. ამას ესე აფხაზები ესეც ამბობენ კიდევაც, მაგალითად ბევრჯერ მქონია საუბარი, ჩვენ ვართ რუსეთის პლაცდარმი ნატოს საწინააღმდეგო სამხრეთ კავკასიაში, ამიტომ რუსეთმა უნდა შეგვინახოს. რიდამთავრდა ახლა შენახო ხონახეთ ბოლო დროს. ბატონ მამუკა, როგორ უყურებთ, როგორ ხსნით თქვენ აფხაზეთის ომში მონაწილეობა გაქვთ მიღებული და აი როგორც ახლა ეთერის დაწყებამდე გითხარით, ორჯერაც დაჭრილი ხართ სხვათა შორის ბატონ მამუკა ხშირი იყო აფხაზეთში აი ამ საშინელი ომის პერიოდში, რომელიც დაჭრილი არა, კონტუზირებული ვარ ერთხელ და ერთხელ ნუ მსუბუქად ისე და ახლა უბრალოდ გავაფორმე ეს მეტრი კამერა ჩართული არ იყო, სიმართლე უნდა ვთქვა იზოლებული. რა თქმა უნდა. მაგრამ აი როგორ ხსნით ბატონ მამუკა იმას, რომ აი რუსეთი ემზადებოდა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ეს შედეგი დამდგარიყო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა, სააკაშვილმა იცოდა, ქართულმა მხარემ იცოდა, რომ აი ხაფანგი იდგმებოდა და ამ ხაფანგში შეყო თავი, მაგრამ მაინც არ გამოიყვანა მოსახლეობა. მსხვერპლი რაც ჩვენ მივიღეთ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის. აი ეს როგორ შეიძლება დღევანდელი ეს არის საგამოძიებო კომისიის ყველაზე მთავარი კითხვა, ყველას ამას ეკითხებიან, რატომ არ მოხდა ევაკუაცია. თქვენ როგორც ექსპერტი, როგორ უყურებთ ამას, რატომ თქვა მაშინ უარი ხელისუფლებამ მოსახლეობის გამოყვანას. მე იქ ვიყავი და მახსოვს რომ 10 აგვისტოს ჩვენ გვეგონა რომ ცხინვალში იყო ჩვენი შეიარაღებული ძალები და მახსოვს გოკა გაბაშვილმა დატოვა მედია ცენტრი იმ განცხადებით რომ აი ჰამბურგერებიო დასრულდაო, მახსოვს ეს სიტყვა კარგად და ჩამოვიტან თბილისში მივდივარ და მოვალდა. სულ შემთხვევით შემოვიდა გიორგი კარბელაშვილი, რომელმაც იქ დაგვინახა და აქო რა გინდათო. ტყვიავი გადმოლახეს რუსებმაო და მან გაგვიყვანა იქიდან ნამდვილად და სადაც რაღაც დაახლოებით 1 საათში უკვე გორი დაიკავა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა. იცი რა არის, ეგ კითხვა ჯობი არ დაგისვა. იმიტომ რომ მაგ კითხვაზე არ მინდა პასუხი. მაშინ
მე უნდა მოხსნა იმას გულდას თავი და მოვყვე ბევრი რამ ისეთი რაც მაყურებლის იქნება საკმაოდ მძიმე მოსასმენი. იმიტომ კი არა რომ ფაქტებზე ვილაპარაკი. ბევრი რამ არის ვარაუდის დონეზე. მისი საბეჭდება ყველაზე ცუდი ვარიანტია ის რომ სოფლიოს დაინახა როგორი ბარბაროსია რუსი. თქვათ ახლა რა, ნუ იელი მოსასმენია ახლა ეს ამბავი. იმიტომ რომ ამ ვარაუდის მოწინააღმდეგეები ატეხავენ ერთ ამბავს. ეს არ იყო. აი კომისიას ახლა ყველა კოზირი ხელთ აქვს და ალბათ გამოვარკვევენ ამას. მადლობა ღმერთს რომ ამ კომისიამ ბოლოს დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ჩემთვის ეს იყო წყალგამყოფი. ჩემთვის მაგალითად 2007 წლის აქციის დარღვევა კი არ იყო თავარი. თავარი იყო ზუსტად 2008 წლის ომი. თუმცა იმ აქციის მონაწილე ვიყავი ნოემბრის აქციას გულისხმობ. იმიტომ რომ ხედავდი რაც ხდებოდა და ხედავდი რომ 4 მილიარდ ევროს ისე არავინ არ იძლევა თუ რაღაცა ასე ვთქვათ თუ დაკვეთა არ შეასრულა. და ნუ ეხლა უამრავ სიბინძურესთან გვაქვს საქმე და ჯობია ამ კომისიის ასე ვთქვათ კომისიამ იმუშაოს და რაც შეიძლება მეტი თავისი ვარაუდები და პოლიტიკური მიდგომები კი დემონსტრირება კი არ მოახდინონ, არამედ იმ სიმართლის, რომელიც რეალურად ზედაპირზე დევს. და იმედი ამ სიმართლეს დადევს რეალურად. კოდორის ხეობა შევეხოთ ბატონ მამუკა და უკვე გადავიდეთ სხვა თემაზე. კოდორის ხეობა ზემო აფხაზეთი, მოდით ასე ვთქვათ, ძალიან მძიმე იყო ის ვითარებაც, რაც 2008 წელს ამ მიმართულებით მოხდა. პრინციპში თუ ცხინვალის მიმართულებით იყო საომარი მოქმედებები, ზემო აფხაზეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს. დატოვეს შეერაღებული ძალები გამოვიდნენ და ყოველგვარი ერთი გასროლის გარეშეც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სამწუხაროდ დაეცა კოდორის ხეობაც. ნუ კარგი თქვათ მაშინ რომ თუ ერთი ვერსია არის ესეთი როგორც თავრობა მაშინდელი მთავრობა ამბობდა რომ ჩვენები ალყაში ექცეოდნენ. ამის რეალური ნიშნები იყო. დიახ. დროიდანაც თვითონ აფხაზეთის სიღრმიდანაც შეტევა იყო წამოწყებული და სამეგრელოს მხრიდანაც სვანეთის იქაც ესე იგი ტრიზალები მიქითკენ მოძრაობდნენ ტრიზალები შეიძლება მომხდარიყო ეს ყველაფერი ალყაში. ნუ ამაში არის სიმართლის ნაწილი. და მეორე არის იმ ჩემი აზრით ეს ვარაუდია აი იმ ტიპის გარიგების შედეგი როგორიც იყო შემდეგში გორში ბორისოვს რო იყო ზოგიერთი ჩახუტებული. აი დაახლოებით ამ ტიპის გარიგების შედეგი იყო იარაღის დატოვება, იმ ხელრაოდენობის იარაღის დატოვება და ხალხის გამოყვანაც ვეგულისხმობ მეომრებს. რა არის იცი რომ ეხლა აი მართალი გითხრათ ხო ნუ ჯობია რასაკვირველია სიმართლე ითქვას, მაგრამ ეს ისეთი სენსიტიური თემაა უკვე რომ ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტურად დამტკიცებული. აი მაგალითად მე შემიძლია დოკუმენტურად დავამტკიცე რომ ცხინვალში შესულ ჩვენ ჯარს ტანკისტებს სხვა სისტემა ჰქონდა და ფეხოსნებს სხვა სისტემა რაციის. აქედან გამომდინარე ერთმანეთის თავაზე ვერ ჯდებოდნენ. აი ეს მაგალითად შემიძლია დოკუმენტურად დავასაბუთო. დოკუმენტურად შემიძლია დავასაბუთო მაგალითად დილით რომ შევიდნენ ცხინვალის რეგიონში როგორ შეიცვალა უცებ ოპერაციის გეგმა და ამან გამოიწვია ქაოსი. ეს ერთი ბრძანება დილის 5 საათზე ერთი იყო, მეორე ბრძანება სხვა იყო, მე დოკუმენტურად არის ეს. ნუ კიდე სხვა ზოგიერთი მომენტი იმისა, რომ არასწორი რუკები ჰქონდა ჩვენ მეომრებს, მაგალითად იყო ესეთი შემთხვევები. ესეც შემიძლია დოკუმენტურად. დანარჩენს ვერ დავადასტურებ დოკუმენტურად, ახლა რას თქვენ მკითხეთ. ესეც ჩემი ვარაუდია. მე მაგალითად მგონია ეს არის გარიგების შედეგი, კოდორის დატოვება. და კოდორის დატოვება ხა მე მახსოვს 94 წლის ბრძოლები ლათას გვირაბებთან მაგალითად. და ეს ისტორია ნაკლებად იცის ქართულმა საზოგადოებამ ემზარკვიციანის მებრძოლებს გარდა რასაკვირველია და მათი ნათესაობის დაახლოებებს გარდა, მაგრამ იქ აფხაზებმა ძალიან სერიოზული დანაკარგი ნახეს და რუსებმაც. მერეც მოხდა ეს დანაკარგები. კოდორის ხეობა იყო ესეთი ერთგვარი განსაკუთრებული მოცემულობა აი ამ საქართველოს შემდგომ ისტორიაშიც 90-იანი წლებიდან მერე მოყოლებით სულ და პრინციპში კოდორის ხეობის დამცველებს მარცხი არ უნახიათ.
ეს იყო საოცარი მოვლენა, სულ იყო, არ ვიცი, რამდენიმე ასეული ადამიანი, მაგრამ ისე იყო ადაპტირებული იქა ბუნებრივ პირობებთან და იმდენად კარგად იყვნენ მომზადებულები, რომ ყოველთვის თავს ართმევდნენ ხოლმე სირთულეებს, მათ შორის საავიაციო სირთულეებსაც კი. და აი ამის გაკეთება, რაც გააკეთა მე ჩვენმა ხელისუფლებამ, თავს ხარით ამით იმართლებდნენ, რომ ალყაში ხდებოდნენ. ეხლა ალყაში ხდებოდნენ თუ არა, ეს კიდე საკითხავია, მე არ დავიწყებ არაფრის გამაც, მაგრამ საბოლოო ჯამში იცი რა ერთი დიდ რბილად რო თქვა უზარმაზარ ანტი-ქართულ ქმედებასთან ჰქონდა საქმე. აი სიტყვა ღალატს არ ვამბობ მაინც რა არ მინდა რომ თქვა, მაგრამ პრინციპში ესე იყო. ღალატი იყო ნამდვილად. კოდორის ხეობაზე რო საუბრობთ, ბატონო მამუკა, გამახსენდა ეხლა თქვენი პოზიცია, როდესაც მონადირე დაიშალა. როდესაც დაიწყო ეს პირველი შეტევა მონადირეზე, რეზონანსში გამოქვეყნდა მაშინდელი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება და მე ვიყავი ამ ექსკლუზიური ინტერვიუს ავტორი და მახსოვს როგორი რეაქცია იყო მაშინ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე იყო ირაკლი ალასანია და მან ჩათვალა რომ ჟურნალისტმა არასწორად გაიგო ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება რომ მონადირე ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, მას არანაირი კავშირი არ აქვს კოდორის დაცვასთან და ის უნდა დაიშალოს. თქვენც წინააღმდეგი იყავით კოდორის ხეობაში აი მონადირის დაშლის, მე მახსოვს თქვენი პოზიციაც მაშინ. დასაკვირველია მე იყო ესეც ბატონო მამუკა იმის გამოძახილი რაც მე 2008 წელს მოხდა. როცა წრეზე ვტრიალებთ ახლა ჩვენ. კოდორის ეს მონადირე იყო პრინციპში დაკომპლექტებული იყო ადგილობრივი მაცხოვრებლები. ადგილობრივი მაცხოვრებლების უკან დგას ადგილობრივი მოსახლეობა. რა თქმა უნდა. ესე იგი აქედან გამომდინარე ეს ადამიანები იცავდნენ არა მარტო თქვა ქვეყნის პრესტიჟს და თავისუფლებას, არამედ საკუთარ ოჯახებსაც, ხო? Ну, ესე იგი, და პლუს ეს ადამიანები იყვნენ უაღრესად კომპეტენტური ადგილობრივ გეოგრაფიულ სივრცეში ბრძოლისთვის. შეგუებულები. ყველა რელიეფი როგორ იცოდნენ? ყველაფერი იცოდნენ ძალიან კარგად. თან შესაბამისი ლიდერიც ყავდათ ენზარის სახით. ხო და ნუ ეხლა ამის გაკეთება. ანგარიშს უწევდნენ, ხო, აფხაზური მხარეც ხო იყო ბატონო მამუკა? ძალიან სერიოზულად ხარ. ნუ მე ეს უკვე სხვა სიტუაცია, როდესაც ის იყო ჩასული აფხაზური შეერაღებული ძალების ერთ-ერთი ლიდერი და მე მთელი ამბავი მოყვა მაგას. იცი როგორ არის, მე ვლაპარაკობ აი იმ კონკრეტულ მოცემულობაზე, რაც იყო მაშინ და ეხლა ემზარ პიციანი ალბათ გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა აფხაზებთან და გარკვეული პარიტეტიც იყო ამასთან დაკავშირებით. ხადია იქნებოდა. ნუ ეხლა იცი როგორ აი საოცარი რაღაცები ხდებოდა საერთოდ. იქნებოდა ხო? საოცარი რაღაცები ხდებოდა და აი თქვენ დასმულ კითხვაზე მე მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო უნიკალური მოვლენა, თვითონ ეს მონადირე. შეიძლება რაღაცა მინუსები ჰქონდათ, მე არ დავიწყებ ახლა ამაზე კამას. უბრალოდ მოვლენა იყო ძალიან უნიკალური და ამ მოვლენის შენარჩუნება საჭირო იყო იმისათვის, რომ თუნდაც რომ გეგრძნო რომ იქაურობა გამაგრებული. ის იმედიანად ყოფილიყავი. პლუს ამას ემატებოდა კიდევ სხვა სამხედრო ნაწილი, რომელიც იქ იმყოფებოდა. და ნუ აი მოკლედ ის მოხდა, რაზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ. ახლა მე რა ვიმეორო. თქვენ არ გინდათ მაინც არ ამბობთ ამ სიტყვას, მესმის ძალიან მძიმეა ღალატი ამ სიტყვის ხსენება, მაგრამ მაინც როგორც არ უნდა ავარიდოთ ამ სიტყვას თავი, მაინც საბოლოოდ ვლახულდებით. საბოლოო ჯამში იცი როგორ არის? საბოლოო ჯამში შეცდომები, უნებლიე არაპროფესიონალურობიდან გამომდინარე, კრებსით ღალატი გამოდის. ეხლა შეგნებულად უღალატა, თუ არ უღალატა, არა აქვს მნიშვნელობა, როცა არაპროფესიონალი ან იდიოტი ხდება, განსაკუთრებული მიმართულების ხელმძღვანელი, განსაკუთრებული საგნის თემის ხელმძღვანელი, ეს უკვე თავისთავად არის ძალიან ცუდი და საბოლოო ჯამში მივყავართ აი ამ ფინალამდე, ესაც ღალატი ქვია. ბატონო მამუკა, სანამ მის თემა ამოვწეროთ, იმითაც რომ ბოლოს მექნება კიდევ ერთი კითხვა ომზე, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისევე რა თქმა უნდა გავიხსენებთ თქვენს კომენტარებს, ხშირი რესპონდენტი იყო ჩემი, როდესაც რეზონანსში მუშაობდი და მათ შორის ფორჯიშიც რა თქმა უნდა, ფორჯიში უფრო აფხაზეთის თემაზე ვსაუბრობთ მე და ბატონო მამუკა, მაგრამ ის გარიგებები, ხელშეკრულებები, რომელიც რუსეთთან დაიდო და მახსოვს დღეს მაგალითად გია ხუხაშვილი იბრალებს რომ ყველაფერი თვითონ გაასაჯოროვა, მაგრამ თქვენ იყავით ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც საუბრობდით რომ დაიდო კაბალური ხელშეკრულებები რუსეთთან, სტრატეგიული ობიექტები, რომელიც გადავიდა აგვისტოს ომის შემდეგ ძალიან მალე, თან როგორ სწრაფად ხდებოდა ის ყველაფერი რუსეთის მმართველობაში, ეს თქვენგან გაიყო მაშინ საზოგადოებამ. ეს რა იყო მაშინ ბატონო მამუკა, როცა საუბრობთ, აი ამერიკამ რაღაცა მიიღო ამ ომიდან 2008 რუსეთმაც მიიღო მარტო ტერიტორიები მიიღო, სტრატეგიული
სტრატეგიული ობიექტები მიიღო და ძალიან თუნდაც ენგურგესის თემა, რომელიც აი ენგურგესის თემა არის ესეთი. მაინც ძალიან მაინტერესებს კომისია თუ დაინტერესდება ამ თემით. ტრაგიკომიკულია. ტრაგიკომიკულია, იმიტომ რომ პრაქტიკულად იმ ადამიანებმა, რომელიც ამ მიმართულებას კურირებდნენ, ეთქობა პრეზიდენტის, მაშინდელი პრეზიდენტის ნებართვით პრაქტიკულად აძლევდნენ რუსებს ამ ობიექტს. აფხაზები წავიდნენ წინააღმდეგ. ეს იყო ტრაგიკომიკური ამაშია საქმე. აფხაზებს ვინ კითხავდათ? საერთოდ რომ ვლაპარაკობთ, ყოველთვის აფხაზებს ვინ კითხავთ? რუსები გაწყვეტენ. აფხაზებს ვინ კითხავთ? ამ დროს არ გამოიყო რომ აფხაზებს იმ მომენტში ამ აფხაზებმა გამოიჩინეს ახლა იქ ფეხების ბაკუნი არ აუტეხავთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუსებთან მოვილაპარაკეს რომ ჩვენ დაგვიტოვეთ. ну მოკლედ აიძულეს რუსები რომ თხოვეს ჩავარდნენ მუხლებში არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გარიგება არ შედგა. როდესაც ქართული მხარე თანახმა იყო რომ ენგური გადაეცა. ეს ვიცი აბსოლუტურად ზუსტად აქედან გამომდინარე აი ასე დაწმუნებით ამინდა ვლაპარაკო. ეხლა ხრამის გადაცემაზე და ორივე ხრამის გადაცემაზე და სხვა ობიექტების გადაცემაზე არ ვლაპარაკობ, ეს რასაკვირველი ასე მოხდა. იცი როგორ იყო, როგორც საბეჭდილება მექნება, რომ ქართული მხარე მაშინ ყველაფერზე იყო, თანახმა ოღონდ შენარჩუნებულიყო თვითონ ხელისუფლებაში და შეენარჩუნებინა დარჩენილი საქართველო. აი განსაკუთრებით პირველი პუნქტი აქვს საინტერესო, იმიტომ რომ პუტინის მოთხოვნა მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიმართ იყო ერთი მთავარი, რომ სააკაშვილი წასულიყო. დასულიყო თან არჩევნების მერე კი არა, 13 წლის მერე. არამედ იმ წუთში. აი ზუსტად იმის გამო, რომ სააკაშვილმა მოახერხა რაღაცა ფორმით საერთო ენის გამონახვა, ეთქობა რუსეთის გარკვეულ წრეებთან და იმის გამო, რომ ასეთი ტიპის დათმობებზე წავიდა ენერგოობიექტები, ესე თავისუფლად გადასცა რუსებს, ამიტომაც მოხდა ის, რომ მანდ-მაინც აქტიური ამ თვალსაზრისით კრემლი აღარ ყოფილა მერე. არ ითხოვდა მის არ ითხოვდა გინდა თუ არ გადადგეს. მე მახსოვს პრინციპში რომ ისიც რომ კონდოლიზა რაისი იმ მომენტში იყო აღშფოთებული იყო ამით ყველაფერით რაც მოხდა და როგორც მწოდნე ადამიანებს უთქვიათ ჩემთვის თანახმა იყო თანახმა კი არა უნდა კიდევაც რომ გასწორებოდა მაშინ ზოგიერთ ჩინოვნიკს ქართველი ჩინოვნიკს მაგრამ მე ნუ ისიც იმანას დაამოხრუჭა იმიტომ რომ რუსებიც აღარ აქტიურობდნენ გარკვეული დროის შემდეგ ამ მიმართულებით. მოკლედ თავისი ერთის მხრივ მაშინდელმა ხელისუფლებამ თავისი გადარჩენა რუსებისგან აი ამ ფორმით გამოისყიდა და დასავლეთისგან 4 მილიარდი ევროთი გამოისყიდა. კი ბატონო და ამოვწეროთ ომის თემა ბატონო დღეს როდესაც ვუყურებთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ეს მოწოდებები რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე განცხადებები ხომ არ გაგვესეირნა აფხაზეთში და ის რაზეც საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე და სხვათა შორის ამ ეთერში და მე ვამაყობ ამით რომ ჩემი ექსკლუზივი იყო თემა როდესაც რა შეხვედრები გამართა ყოფილმა ელჩმა პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან მანამდე პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარალელურად რა შეხვედრები იმართებოდა თავდაცვის მინისტრთან გულისხმობს საომარი ომში საქართველოს ჩართულობის მოთხოვნას და ნამდვილად ვამაყობ რომ ეს იყო ჩემი ექსკლუზივი და ამ ეთერში გახმოვარდა ეს პირველად. იმ ყველაფრის ანალიზი რომ გავაკეთოთ გვასწავლა კი აფხაზეთის ომმა მანამდე აფხაზეთის ომმა და 2008 წლის აგვისტოს ომმა რამე ბატონო მამდა დღესაც რომ თითქოს მწვენია მე მაგალითად მწვენია ნინო ლომჯარიას ამ განცხადებას რომ ვიხსენებ როცა ამას მწვენია მე იცი კი როგორ არის თქო როცა მეკითხებით გვასწავლა რამე მე გულისხმობ მთლიანად საზოგადოებას და მთლიანად პოლიტელიტს ცხადია რა თქმა უნდა ხო არა მაშინ პასუხი არის ცალსახად არა ეხლა ცალკეულ პირებს რომ ეს გაკვეთილი გამოდგა ეს ფაქტია ხელისუფლების წარმომადგენლებს გულისხმობ იმიტომ რომ ნუ როდემდე შეიძლება ხა ჩაკუთარ თავზე ექსპერიმენტების დარება ნუ ადამიანები ბოლოს არა მარტო მიხვდნენ ხა მიხვედრით შეიძლება ადრეც მიხვდა სხვები მაგრამ სხვის ნებას აღარ დაყვენ მე არაერთხელ ამაკ ნათქვამი და ერთხელ კიდე გავიმეორებ რომ 4 მარტს ომის დაწყებიდან 8 დღის თავზე მე მქონდა შეხვედრა კიდევ რამოდენიმე ქართველ ექსპერტს ჩვენ კოლეგებთან ამერიკელებთან სადაც ესე იგი აი ამ უკრაინაში შეჭრის რუსეთის შეჭრის თემაზე იყო საუბარი
და მე უკვე ერთ-ერთმა მათგანმა იკითხა, ექსპერტები იქნა ოთხივე. იკითხა, ხომ არ ვიფიქრებდით ქართულ, რომ გაიგო, როცა მე მონაწილე ვიყავი საბრძოლო ოპერაციებისა როგორც ჟურნალისტი, მაინც იკითხა ეთქვა. ან მომზადებული იყო, ვერ გეტყვით, მოკლედ იკითხა იმის თაობაზე, რომ ხომ არ ვიფიქრებდით ვეტერანების ზალებით გაგვეხორციელებინა საბრძოლო ოპერაცია. და დაასახელა კონკრეტული მისამართი. მე ეს ადრეც გავაჟღერე ეს ამბავი. ხო და ნუ ჩვენგან კატეგორიულ წინააღმდეგობა შეხვდა იქ. კინაღამ ჩხუბი დაუწყეთ იმ კაცს. მე გაჩუმდა, მაგრამ ზუსტად ის ფრაზა იგივე გეოგრაფიის დასახელებით მე როგორც ჩინოვნიკებმა უთხრეს ჩვენი მთავრობის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ მე ეს ეკრანიდან გავიგე. ერთ-ერთი მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოვიდა, მოყვა ეს ამბავი და დაასახელა კონკრეტული გეოგრაფიული წერტილი. ხო და ნუ ახლა მე ვკითხე მაშინ და ჩემმა კოლეგამაც კითხა, კი აი თქვა რამდენი ხანი უნდა გავძლოთ ახლა ვეტერანების ზალები. რა გიპასუხეთ, რაც საინტერესოა. ნუ 5 დღე ხო გაძლებთ. მე რა უნდა? ჯერ თნეთარ 5 დღეს ვერ გავძლებთ. თუ სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა და გამოიყენეს ის კონტინგენტი, რომელიც ხინვალშია. მე რა შეებით მეთქით. მე მოგეხმარებით. რით მეოთხარი. ნუ აი ეს რომ მოლაპარაკების საგანეო, ჯერ პრინციპი მაინტერესებს. მეტი აღარ გავუგზელებიათ. რატომ იყო ბატონო ამ ასეთი მნიშვნელოვანი მათთვის საქართველოს ჩართვა ამ კონფლიქტში? გადავიდეთ უკვე ამ თემაზე. მოდი მაშინ ამას დავამატეთ, რომ სამხრივ არ გამომივიდეს. კი ბატონო. რაც მე ვიცი, კიდე რა მოხდა აი ცნობილ შეკრებაზე კრემლში, რომელიც გაიმართა და რომელიც იყო ამ წინაპირობა ომის დაწყების. დიახ. იქ იყო შეკრება, გახსოვთ, ხო უზარმაზარი შეკრება მოსკოვს, ეს იყო ღიად რაც იყო, მაგრამ დახურულიც იყო ის. აი ერთ-ერთი ლიდერი რუსეთის სპეცსამსახურებისა ადგა ძალიან ცნობილი პიროვნება და თქვა ეგეთი ფრაზა, როდესაც ამ გადაწყვეტილება იყო მიღებული ამ ეგრეთ წოდებული SVO-ს. თქვა ეგეთი ფრაზა, რადგან ჩვენი ესე ოპერაციის დაწყების შემდეგ უკრაინაში ვიქნებით დისკრედიტირებულები და დაიწყება მთელი ყაყანი და უბედურება მთელ მსოფლიოში, ამიტომ ხომ არა აქვს აზრი, რომ ამ ოპერაციის ესეთი ტიპის ოპერაცია ოღონდ სხვა ფორმით უფრო ნაკლებ მასშტაბით წამოვიწყოთ რუსეთში და ყაზახეთში. რუსეთში კი არა, საქართველოში და ყაზახეთში. რუსულად ვიტყვი ამ ფრაზას. Зачистить Грузию и Казахстан. აი ესე თქვა იმ ტიპმა, зачистить, მოვასუფთავ. ეს ფრაზა რასაკვირველია, რამოდენიმე დღეში იქაურ მოსკოვურ გარკვეულ ისტაბლიშმენტში მოარული გახდა და მე ჩვენც გავიკეთ აქ. ხო და ნუ ასე რომ მოკლედ ორივე მხარე თავისას ფიქრობდა საქართველოსთან დაკავშირებით, ნუ ყაზახეთიც იყო ჩართული და რუსეთის შემთხვევაში და დასავლეთის შემთხვევაში რაც მეტი იქნებოდა ჩართული და რაც ამას მიეცემოდა ფართო ფრონტი უკეთესი იქნება ლოგიკურად, აბსოლუტურად სწორი იყო ის, ვინც ამ შეკვეთას იძლეოდა. აი ლოგიკის მიხედვით წარმოიდგინეთ, ახლა რუსეთი შეჭრილია უკრაინაში და უცებ ყველა მხრიდან პრობლემების ახლა ჩვენ ვართ ტერიტორია დაკარგული ხალხი. ოკუპანტის წინააღმდეგ აჯანყება რო დავიწყოთ, რა არის ამაში უცნაური, ხო? დანარჩენი მსოფლიოსთვის. ეს ჩვენთვის არის, ახლა ჩვენ ვიცით, რომ მაგის რესურსი არ აქვს უბრალოდ. ეს არ არის ყარაბაღის შემთხვევა, როდესაც იქ აზერბაიჯანმა დაიყენა თურქეთი ფარად და ვითომ მარტო უწევდა იმას სამხრეთს. ხო და ჩვენ ესეთი ფარი არ აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიქნებოდით ძლიერ მდგომარეობაში, მაგრამ ნუ აი ლოგიკა დასავლეთის მე მესმის, რაც უნდათ ახლა. უბრალოდ მიუღებელი იყო ეს ლოგიკა ჩვენთვის. ხო შეიძლება მიუღებელი იყოს, მიუღებელი იყო. რა თქმა უნდა. ხო და ნუ პრინციპში ყველას თავისი ინტერესი აქვს. ეს არის კლასიკა მსხვილი მოთამაშის. ნუ ეს ყველაზე ნათლად და ცინიკურად ინგლისელებმა თქვეს, რომ ინგლისს არა ყავს მუდმივი მეგობრები, ყავს მუდმივი ინტერესები. ნუ ამიტომაც ჩვენ ესე იგი ასე ვთქვათ, აი ამ სიფრთხეში უნდა ვიყოთ ყოველთვის. არ შეიძლება სხვის ინტერესებს შეწირო შენი ქვეყნის მთლიანობა იქნება, მყარი მდგომარეობა იქნება თუ სახელმწიფოებრიობა იქნება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ერთხელ ორჯერ უკვე გავაკეთეთ. ჩვენ ხო 90-იან წლების დასაწყისში ჩვენზე ჩავიტარეთ უზარმაზარი ექსპერიმენტი, რომ მაგალითად ბალტიისპირელებს საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკა აქედან ესწავლათ, ის შეცდომები არ გაემეორებინათ. ბალტიისპირელებმა პირდაპირ მითხრეს, რომ ჩვენ სწავლობთ, შეცდომა რო არ დაუშვათ და არც დაუშვეს ეგეთი შეცდომა. და უკრაინელებს სხვადასხვა
არ იყვნენ მაშინ არ ესწრებოდნენ ამ ამბებს რატომღაც ის იშვიათად იყო და როდესაც 2014-15-ში ჩვენ ჩავედით უკრაინაში მათი მოთხოვნით და გთხოვეს გაგვიზიარეთ ჩვენ მოუყევით რა არ უნდა გააკეთონ ძალიან კარგი ტაშტი დაგვიწეს ხელი ჩამოგვართვეს სუფრა გაშალეს გამოგვიჩეს სახში და ზუსტად იგივე შეცდომები გაიმეორეს ზუსტად იგივე მიუხედავად ამისა ну რა გითხრათ ახლა მოკლედ ჩვენ პრინციპში ვებრძოდით და ვებრძვით კიდევ არც ახლა არა კონკრეტულ ქვეყანას მხოლოდ არამედ მის სპეცსამსახურეს რომლებიც აი ამ ტიპის ორგანიზებებში არიან უაღრესად გამოცდილნი და უამრავი ტექნოლოგიური ბერკეთის მფლობელნი არიან. რუსეთს გულისხმობდა. ვიზახენ KGB არა კარ გრუმ თავარი. ეს არის სამხედრო დაზვერვის თავარი, ესე ვთქვათ, თავარი მეთოდოლოგია, თავარი ის არის ამოცანა ესეთი რაღაცების გაკეთება. ხო და ეხლა ნუ შემიძლია სიღრმეში წავიდე და გითხრათ რომ იყო ერთი ცნობილი რუს თანამშრომელი აფხაზეთის ომის პერიოდში ქართველი. რომელმაც პრინციპში ქართულ მხარეს მაშინ იმ პერიოდში მიაწოდა მთელი ის გეგმა როგორ გამვითარდებოდა მოვლენები. აფხაზეთში კი არა მარტო, საერთოდ კავკასიაში. ერთ-ერთი ყველაფერი გათვლილი იყო მაშინვე. და სხვა შორის იქ იყო გახსოვს ერთი რამ, რომელიც მე გამახსენდა, რომ იმ შემთხვევაში თუ სომხეთი დაიწყებდა უშნოდ მოქცევას რბილად რო ვთქვათ. მაშინ გათვლილი იყო სამი ვარიანტი, რა უნდა გაეკეთებინა კრემს და მათ შორის იყო ყარაბაღის დარტყმება. რაც ახდა. და ეს არის როგორ გითხრათ, იცით, ყარაბაღის დარტყმა აზერბაიჯანისთვის მიეკუთვნება, გააჩნია ვინ როგორ მოიცეოდა. დღეს მართალია ახლა კრემლში ასე ვთქვათ როგორ არის გამოთქმა იდაყვებს იჭამენ რო ვიტყვიან იმის გამო რომ დაუშვეს ის რაც დაუშვეს ყარაბაღის ასე ვთქვათ დაბრუნება აზერბაიჯანისთვის იმიტომ რომ ამან გამოიწვია სამხრეთ კავკასიიდან თურქეთის მიერ რუსეთისთვის ის საძირკველის მოშლა და აქედან ამოკვეთა ეხლა ცდილობენ უკან დაბრუნდნენ ისე რომ ისე ვთქვათ რევანში აუღონ გარკვეული აზერბაიჯანს და სომხეთი არ დაკარგონ და ამის ემზადებიან ძალიან სერიოზულად. და ამ მომზადებაში მოყოლილია საქართველოც. როგორ არის ამაში საქართველოს ახლა მოყოლილი ბატონო? ამკა უფრო გავშალოთ ახლა ეს თემა, სომხეთის დაბრუნებას უფრო ანუ რუსეთი ცდილობს ისევ დაბრუნებას და ამაში მოყოლილი არის საქართველო. აი რა ვარიანტებია ახლა და როგორ შეიძლება ეს ერთი აწყოთ იქიდან რომ თურქეთში რა ხდება ეს არ არის შეუულებრივი ამბავი. ცხადია. ხო. ეს არის ფერადი რევოლუციის მცდელობა და რა ჩართო ბრიტანეთზე არის მოდით პირდაპირ ვთქვათ რომ არის ბრიტანული სპეცსამსახურების დადგმული ეს ყველაფერი ხა რაც ხდება ესე იგი არის ერთი ძალიან ძლიერი ფიგურა ბრიტანულ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ეს არის ბრიტანული სპეცსამსახურების დღევანდელი ხელმძღვანელი რიჩარდ მური რომელიც თავის დროზე იყო 2000-იანების დასაწყისში ანკარაში იყო თურქეთის ინგლისის დიდი ბრიტანეთის ელჩი დიდი როლი მიუძღვის მურს იმაში რომ ერდოგანის პარტია მოვიდა ქვეყნის სათავეში და ერდოგანის ფიგურის ზრდაში მიუხედავად იმისა რომ მანამდე ერდოგანი სტამბოლის მერი იყო და თქვათ არც ხის წამოსაკრავი ძალა იყო მისი პარტია აკრძალული იყო იმ ფორმით ნუ სხვა სახელი ერქვა ამას არ აკეთა მნიშვნელობა მაგრამ რიჩარდ მურმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ერდოგანის პარტია შეირჩა ერდოგანი და მისი პარტია იმისათვის რომ ის გეგმები განეხორციელებინა რომელიც მათ ჭირდებოდა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გეგმა იყო აი დიდი თურანის პროექტი რომელშიც ახლა თქვათ ავტორობას ვერ დავწამებ მურს მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მე ვფიქრობ რომ სხვა შორის უნდა ითქვას რომ წინა აზიაში შუა აზიაში ბრიტანული კავკასიაში ბრიტანული სპეცსამსახურების გავლენა გამოცდილება არის უზარმაზარი მე ხარ არ შემიძლია ზუსტი ციფრი დავასახელო მაგრამ დაახლოებით ციფრი შემიძლია ვთქვა 1857 წელს რომ მოვიდნენ აქ აი რაც მე ვიცი ის მე ფეხი არ გაუდგამთ არც 70 წლის განმავლობაში როცა კომუნისტები აქ ხელმძღვანელობდნენ აქაურობას. ნუ დაძინებულ მდგომარეობაში იყო და როგორც მოკლედ
ბრიტანეთის სპეცსამსახური არის უნიკალური თავისი ცოდნით, გავლენებით წინა აზიაშიც და შუა აზიაშიც და კავკასიაშიც. ხო და მოკლედ აი მურს მიეწერება ერდოგანის და ეს დიდი ტურანის თემა და ასე შემდეგ. ნუ როგორც ჩანს ერდოგანი გადახდა იმაზე მაღლა, ვიდრე შეიძლებოდა გადამხდაროს. ოშოს უნდა ითქვას, რომ ერდოგანს ჰქონდა უხერხულობები ობამას იქნებოდა თუ რა ქვია იმ ბაიდენის მთავრობასთან თუ ბრიუსელთან მურის ერთი სატელეფონო ზარი პრაქტიკულად საკმარისი იყო რომ თურქეთი ხო თურქეთს გაითვალისწინებინა რბილად რო თქვა იმათი პოზიციებით მოკლედ ასეა თუ ისეა როგორც ჩანს ერდოგანმა ახლა იმაზე მეტის გადახდომა მოინდა პრაქტიკულად ეს ასეც არის ერდოგანის მთავარი ფუნქცია იყო არა სირიის ტერიტორიაზე და არაბულ სივრცეში ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მოკავშირეებთან ჭიდაობა, არამედ საბჭოთა კავშირის ჯერი და მეორე რუსეთის შეჩერება. ნუ ამას თურქეთი როგორღაც ართმევდა თავს, ახლა ერდოგანმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გითხარით რუსეთის ფეხი ამოეკვეთა შავ ზღვაში, რა შეიძლება შეეზღუდა და კავკასიიდან ფეხი ამოეკვეთა. მაგრამ ახლა ერდოგანს ისიც უნდა და ისიც უნდა 40 მილიარდიანი თვითმფრინავაც უნდა სავაჭრო მშრალდაც უნდა რუსეთთან თან პლუს რუსეთის შევიწროებაც უნდა ყველგანდან ნუ ესე არ გამოდის და მოკლედ დამჯერე კი არა ესე იგი კარგი ბიჭიდან ერდოგანი გახდა რაღაც აურია ამ ბიჭმა უჩი გახდა დიახ ხო როგორც ჩანს ეს ასეა ოშოს უნდა ითქვას, რომ წინააზიური და საერთოდ აზიური პოლიტიკის კონტექსტში ამერიკელებს და ბრიტანელებს შორის როგორც ჩანს ზარიც გაჩნდა. ტრამპის ხელისუფლების მოსვლამდეც. ხო და აი რა გითხრათ, საბოლოო ჯამში ეს არის უზარმაზარი თემა და მას სალგადაცემა უნდა მიეცეს. კი, თავისთავად. ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ თქვენ, როგორ დასრულდება თურქეთში ეს პროცესები? ალბათ რთული საპროგნოზო თქვენთვის ეს ნამდვილად არ არის, მაგრამ მისი ესე ვთქვათ ანასხლეტი არის საქართველოში მიმდინარე პროცესები. ნახეთ, მაგრამ მხოლოდ თურქეთში, საქართველოში, რუმინეთი, სერბეთი, პრინციპში ჩვენს გარშემო ვხედავთ რაც ხდება. ერთი იგივე ტექსტი ლაპარაკობენ მომიტინგები, ეს არის საოცრად. დიახ. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. რიტმიც კი ერთდაიგივეა. კი. ეხლა მე რასაკვირველია, ბევრისგან განსხვავებით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანების ერთი ნაწილი, რომელიც რუსთაველზე დგას, შემთხვევით ძალიან ახლობელი და მესმის მათი მიუხედავად იმისა, რომ მაცას ვიღებ თუ არ ვიღებ, ეს მეორე საკითხი. იგივე იქნება სტამბოლშიაც, ანკარაშიაც, ბელგრადშიაც და ბუხარესტშიც და ყველგან, მაგრამ აი ის რომ კონკრეტული, ესე იგი, სპეციალისტური ჯგუფები მუშაობენ იმისათვის, რომ ფერი მისცენ მიმდინარე პროცესს, რაღაც მეთოდოლოგიაში შეუმუშაონ და ეს ხო ფაქტია. აი, იმდენად ისე მოკლედ ისე გაზარმაცდა ეს ხალხი, რომ რაღაცა ესეთი განსაკუთრებული know-how-ც არ უნდათ, რომ ვერ დგავე რაღაც ახალს, ხო? ხო, არა, ნუ რაღაცა ერთდაიგივე ეხლა მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს, მე შემიძლია ერთი მაგალითი დიდი ხანია, მე 90-იანი წლებიდან ურთიერთობა მაქვს უცხოელ სპეციალისტებთან, რომლებიც აქ მუშაობენ. 90-იანი წლებში ეგ ჩამოდიოდა განსაკუთრებულად ინტელექტუალური ადამიანები. თავისი ფორმა ჰქონდათ, განსაკუთრებული ურთიერთობის წესი. რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო პლექსი ჩამოდის. ისინი საბჭოება მრჩება, რომ ერთდაიგივე მეთოდოლოგიით უდგებიან აქაურ პროცესებს და უგანდაში მიმდინარე პროცესს. არავითარი სიტუაციის მენტალობა, ვთქვათ, ეთნოსის მენტალობა, სახელმწიფო, რეგიონის მენტალობა არ აინტერესებს აბსოლუტურად. აი არის ფორმულა, ამ ფორმულით უნდა იმოქმედო. აი ის, ასე ვთქვათ, მოქნილობა, რომელიც დამახასიათებელი იყო მაშინდელი დიპლომატიისთვის, ის საერთოდ გაქრა. და ეთყობა კიდევაც მაგალითად გავანებოთ ამათავი აი ლიდერებს, რომელიც მსოფლიო პოლიტიკას ვითომ ქმნიან, რაც ჩანა, რაც ზედაპირზე ახლა აი ეს ნაცრისფერი მასაცაც შეაგროვეს. ნუ პრინციპში ეს არის ყასიდი ნათქვამია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ მათ უკან დგომს კარგად იცით, თქო, მათ უკან დგომ ფინანსურ თუ სამრეწველო ძალებისთვის მნიშვნელოვანი ესეთი ფიგურა ყავდეთ წინ წამოწეული, რომელიცაც საკუთარი მე აქვს ნიველირებული. ამ შემთხვევაში ბატონი მამუკას გულისხმობს deep state-ს, ცნობილი აი ხო და ხან deep state-ზე გამათია გაუთავებელი, მაგრამ რა არის იცი რომ ეხლა ჩემთვის მაგალითად მე ძალიან ერთ ეპიზოდს გეტყვი დეგოლის მოშორება როგორ მოხდა. აი იქაც ჩართული იყო, ესე იგი deep state-ს როცა ვამბობთ, ეს კი არ ნიშნავს რომ ხუთი კაცი ზის სიგნალში სარდაფში და პროკლამაციას წერენ.
ეს ნიშნავს, რომ არის ესე ვთქვათ, გარკვეული წრეები, ადამიანების წრეები, რომელსაც გავლენა აქვს პოლიტიკაზე კულუარულად და მათ შეუძლიათ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ასრულებადია. სხვადასხვა მეთოდით. კენედის შემთხვევაში კვლელობა უნდა მოხდეს. დეგოლის შემთხვევაში სტუდენტები უნდა აუჯანყούν, თავად ის დააკავებინო შენობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენობა პარიზის შუაგულში და შეურაცხყოფილი დეგოლი იტყვის და ფრანგი ხალხი ეს იცის დეგოლის ეს ხასიათი და აქედან გამომდინარე დეგოლი აუცილებლად წავა თავის კაბინეტიდან. და ასე შემდეგ, რომელი ერთი ჩამოთვალა. და ომიც დავშეულია და მოკლედ ასეთ ეს ზალები ყოველთვის არსებობდნენ. ეს ზალები დიპ-სტეიტის ზალები ამერიკაში კი არ არის მარტო. ლუქსემბურგი იქ პატარა თავისი დიპ-სტეიტი იყო. მოსკოვში თავის დიპ-სტეიტი იყო. ხო ხედავთ ორ კაცს, რომელსაც მთელი რუსეთი ეომება, ვერაფერს ვერ უშვებიან. ეს არის სილვანოვი მინისტრი და ეს არის ის ქალი, რა ქვია, ეროვნული ბანკის თავმჯდომარე. დამავიწყდა გვარი. ხო, ვერ უშვებიან ვერაფერს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რუსეთის პოლიტიკური ელიტა სულ ორი გაგლიჯოს. იმიტომ რომ სხვა პოლიტიკა მიიღოს. მე საბოლოო ჯამში ის მინდა გითხრათ, რომ ეს არის მიღებული ფორმა ევრაზიულ სივრცეში. ეხლა მიჩინეზე ვერ ვილაპარაკებ, არ შემიძლია ვერ ვიტყვი, მაგრამ პრაქტიკულად ყველგან არის თითქმის ესეთი ძალები, რომლებიც დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე არ ჩანან, მაგრამ ამინს ქმნიან პოლიტიკაში და ეს არის აქსიომა და არ უნდა ამას ტერმინების მოგონება და თავის პრევა და სისულელეების ლაპარაკი ამის გამო, რომ არა აბა მაჩვენეთ სად არის. ხო ეხლა ეს შენაგენახებიან ზუსტად. საქართველოშიც ყავთ ბატონო მამუკა სტეიტი და ბალტიის ქვეყნები ახსენეთ თქვენ და მეც ვახსენე ანონსში რომ ბალტიის ქვეყნებში იმყოფება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, მას ჰქონდა გუშინ განცხადება გაკეთებული მოწოდებები რომ თუ დროულად არ იმოქმედებს დასავლეთი ევროპა საქართველოში და არ ჩაერთვება ამ პროცესებში, მოკლედ საქართველო გახდება რუსეთის ახალი კოლონია და ქვეყანაში არის 37-იანი წლები. პარლამენტის თავმჯდომარემ დასვა კითხვა, რა დირექტივებით შეიძლება ჩამოვიდეს სალომე ზურაბიშვილი და საერთოდ რა თანხებით არის წასული. სალომე ზურაბიშვილის როლი მინდა თუ შეიძლება რომ გავშალოთ ახლა ამ გადაცემაში და მისი როლი რა არის იმ პროცესებში, რაც საქართველოში ხდება და კონკრეტულად რუსთაველის გამზზე, სადაც ჩვენი ძალიან ბევრი ახლობელი დგას და აპროტესტებს. მისი პრინციპში მინდა გითხოთ, მართლა რუსეთში მივდივართ ბატონო მამუკა? ნუ როგორ გითხრათ ახლა ძალიან კარგი პასუხი გასცა ერთ-ერთმა ქალბატონმა იმან ლიდერმა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა საკითხეს რომ მაგრამ ეს ხო რუსული კანონი არ არის არ გავს რუსულ კანონს არა რუსულ კანონს არ გავს მაგრამ კონტექსტია რუსული აი ზუსტად იგივეა ხო არავითარ შეიძლება კონტექსტია არ ქვია მე ეს ჩვენზეა დამოკიდებული ესე რუსეთში სწავლენ თუ არა ხელისუფლებას გულისხმობ რასაკვირველია და ხო თუ აი ესეთი არასწორი მიდგომები იქნა ნუ მაშინ ფეხი შეგვეკვეცება მე სულ ამბობდი და ეხლა ვიმეორებ რომ პოლიტიკური პლატფორმაა საჭირო იმისათვის რომ შენი გაიტანო მარტო ქუჩაში დგომით ვერ გაიტან შენს ეს და შექმნეს როგორც იქნა პოლიტიკური პლატფორმა ახალგაზრდებს გულისხმობ რასაკვირველია შექმნეს პოლიტიკური პლატფორმა და მანდ-ამან სოციალ-დემოკრატიული პლატფორმა შექმნეს. რა დროს სოციალ-დემოკრატიული იყო? ახლა ძალიან ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ნუ მაინც არ არის ეს ახლა მაგის დრო იყო და ხალხში ირდება სხვა ტიპის ეროვნული ხასიათის პოლიტიკური ძალა, რომელიც აი ზუსტად თავისუფლებაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე იზრუნებს და ასე შემდეგ. ეს უფრო პიარული თვალსაზრისით თუნდაც ეს უფრო იმუშავებდა. მაგრამ კიდევ უნდა შეიქმნას სხვებიც. იმიტომ რომ პრაქტიკულად ეს მოცემულობა რაც არსებობს ეს არის ცუდი სხვაგან წავედი და უკანონო დავბრუნდე. რა მკითხე? მე გკითხეთ ის სალომე ზურაბიშვილის როლი გკითხეთ და ხონა დავიწყო ეს ინფორმაცია. რამდენად შეძლებენ ისინი ამ ქვეყანაში აქ ხელისუფლების შეცვლას ან თუნდაც რაღაც პროცესების ხელახლა რადიკალიზაციას რადიკალიზაციას ვერ შეძლებენ. ამაზე მეტი რაღა უნდა იყოს მაგრამ რა შეიცით რომ მე გავიზარდე და დავიბადე და გავიზარდე და ცხოვრობდი დაახლოებით 55 წელი ბინაში რომელიც ეკუთვნოდა სალომეს ბაბუას რომელიც იყო იუსტიციის მინისტრის ამხანაგი ანუ მოადგილე მენშევიკების მთავრობაში ხო და სალომეს ორივე მეუღლე იყო ჩემი მეგობარი. კოგი გურჯისტანის და ჯანდეკაშიაც.
ახლობლები ხარ. ჟანიკაში ჩემი კარის მეზობელი იყო იმ ქუჩაზე, ვაშლოვანის ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა. კოკი ჩემთან იყო ჩამოსული და რამოდენიმე ხნის განმავლობაში ძალიან ახლობლობდით, მაშინ როდესაც გია ტაბიძე თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთი მისი ბიძაშვილი იყო ცოცხალი და გია ჩემი ახლობელი იყო. ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა. ასე რომ კარგად ვიცი ეს ოჯახი მთლიანად და მთელი ეს მისი მენტალობაც და ისიც კარგად მახსოვს 1990 წელს ზარი ირეკება და გარებს ვარავდა სალომეტკეს გარებში პირველად ნახე მაშინ და ბაბუჩემის ბინიამინა დავათვალიერო საფრანგეთთან იყო ახალი ჯამისული და ის მასმარი ურთიერთობა მისი თვისებები პროფესიული ვიცი ძალიან კარგად და ვიცი რა გააკეთა თავის მისი დიპლომატიური აღების დროს აი ბევრი რამ ვიცი ძა მაგრამ ერთი რამის ვიტყვი და ამით მეც ნუ არ მკითხავთ არ მინდა ეს ჭორაობა მამამისი სოცხალი იყოს ერთი კარგად მიტყიპავდა რა აი კარგად ამით ხო ყველაფერი თქვით ბატონო მამუკა მეტი რაღა უნდა თქვა ეს ჯობია მე მგონი ჯობია ყველაზე როგორ ფიქრობ ბატონო მამუკა როგორ შეიძლება დასრულდეს ან როდი შეიძლება დასრულდეს ის პროცესები დღეს რაც რუსთაველზე ხდება და საერთოდ აი ამ ოპოზიციის როლი რა არის ამ ყველაფერში თქვენი კოლეგები აქ ვინც მოდის ხოლმე ანალიტიკოსები ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას რომ იქნებ დროზე გადავიდეს მოქმედებაზე ხელისუფლება გადავიდა მოქმედებაზე და ფიქრობს რომ ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის რომ დასრულდეს ეს პროცესები ეს საპროტესტო აქციები, რომელიც ტარდება რუსთაველზე, ესე ჯარიმები, რომელიც არის უწესებენ აქციის მონაწილეებს ქუჩის გადაკეტვის ბრალდებით. ზოგს 15,000 აქვს, ზოგს 5, ზოგს 10 და იზრდება ეს ჯარიმის თანხა, ისინი ამ თანხას არ იხდიან. როდის როგორი თქვენი მოლოდინი რა არის? სად დასრულდება? ჩვენ გვაქვს წინ ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც რა ოპოზიცია ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას, ერთადერთი გირჩი იღებს მონაწილეობას და თუ არ ვწდები, გახარიაც პრინციპში რამდენადაც მითხრას ჩემი წყარო ამბობს გახარია აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანი თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს. ჩვენ ისევ ვართ აქციაზე და რომ არა თვითმმართველობის არჩევნები, თქვენ იმდენი საკითხებზე ისაუბრეთ ახლა რა ხდება თურქეთში და საერთოდ რა ხდება ჩვენს გარშემო, პოლიტიკას ვერ ვაკეთებთ. ხო შეიძლება რომ გადავიდეთ ამ პოლიტიკის კეთებაზე. როგორი რეცეპტი შეიძლება შესთავაზოთ ხელისუფლებას, მათ შორის ოპოზიციასაც, რომ დასხდნენ, დაიწყოს დიალოგი, დაიწყოთ პოლიტიკის კეთება. იცი რა იმდენი მაგინეს ამ რეცეპტი შეთავაზების გამო, იმიტომ რომ პირველი მე ერთ-ერთი პირველი ვიყავ, ვინც საზოგადოებრივი არქივის ეთერში ვთქვი, კომპრომისთან დაკავშირებით, ჯერ კიდე ნოემბერში. რომ კომპრომისი იყო საჭირო აუცილებლად ორივე მხრიდან. მაგინას ხო შორის ეს კარგად იცია, როცა მას ვაკეთებ მონიტორინგს, როცა ორივე მხარე მაგინებს, ესე არის სწორედ ვთქვი. ხო და ერთხელ აფხაზეთთან დაკავშირებით რაღაცა ვთქვი და თბილისში სოხუმში და მოსკოვში ერთნაირად მაგინეს და მივხვდი აბსოლუტურად მართალია. აფხაზებას გაგინეს? ეს გამიგება ზაქარიშვილის შემთხვევაში არ გამიკვირდებოდა. ირაკლი ხინთვა გამოვიდა და ვეღარ აჩერებდნენ საწყალში. ინან გადმოვარდა სატელევიზიო ეკრანზე. ხო და გამახსენდა ახლა ეს პერიოდი. 2011 წელი. კაი. რაზე გავჩერდი? ჩვენ დაუბრუნდებით აფხაზეთს, რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება რომ დასრულდეს ეს პროცესი, რომ ჩვენ გადავიდეთ რეალურად პოლიტიკის კეთებაზე? არ ვიცი, უნდა დასრულდეს. არ იცი როგორ არის? საზოგადოების ძალიან დიდ და სერიოზულ ნაწილს არაფერი აღარ აინტერესებს გარდა იმისა, რომ პროცესი დასრულდეს. პროცესი უნდა დასრულდეს ძალიან საქართველოსთვის სასიკეთოდ. საქართველოს სიკეთე არ მოაქვს ამას, რაც ახლა ხდება. არც ამ ჯარიმების ამბავს გაუთეებს, არც ამ ანტაგონიზმს. ყველაზე მთავარი ის არის საშინელი ანტაგონიზმია ქვეყანაში. აი მე არაერთხელ მithქვია და თუთიყუშივით ვიმეორებ ხოლმე. სმოგი დგას სიზღის ქალაქში. აი იცი როგორ არის ადამიანები ერთმანეთს ქუჩაში რო ხდებიან დიდი ხნის უნახავები. ჯერ ესე იგი დაზვერვას აწარმოებენ იმის პოლიტიკური კრედო როგორია და რას ფიქრობს. და მე ესალმებიან ერთმანეთს. ან თუ ესალმებიან ფრთხილად ესალმებიან. აი ეს არის კატასტროფა. როცა ქვეყანა ესე დახლეჩილია, ის საგარეო გამოწვევებს ვერ პასუხობს. ეხლა ცირა გავატარეთ ესე მოვისმინეთ და გავატარეთ, რომ აზერბაიჯანის სომხეთის სამშვიდობო დოკუმენტს ხელს აწერს. ძალიან მნიშვნელოვანი სამშვიდობო დოკუმენტია. არაფერს არ აწერენ ხელს. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი დათანხმდა იმას, რომ კონსტიტუციიდან ამოიღოს ყარაბაღის თემა, ეხლა აცხადებს სომხეთი, რომ რეფერენდუმი ჩავატარო და რეფერენდუმი ჩაატარო 6 თვით დაჭირდება იმ რეფერენდუმს. მოკლედ, როდის რა მოხდება კაციშვილმა არ იცის. რასაკვირველია სომხეთის პოზიცია
ეს არის არ არის მხოლოდ სომხეთის ფაშინიანის გადაწყვეტილება. ფაშინიანი ტყუილ არ დასწრებია იმ მატჩს და ტყუილ არ ჩამოსულა თბილისში. და საერთოდ უნდა ითქვას, რომ ესეთი არც ამერიკაში არ წასულა ყველაფერი. ხო, რასაკვირველია, ესეთი სხვა ტიპის პროცესები ვითარდება რეგიონში. ჩვენ ფეხდაფეხ ვერ მივყვებით ამ პროცესებს. არის, ჩვენ დაგავებული ვართ რუსთაველზე რაც ხდება. ნული ვართ ამ ამბავთან. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ვიზიტები, რომელიც ხდება ჩვენი სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებისა, ამას თავისი მნიშვნელობა გვწონა, ბუნებრივია. მე ვამბობ, რომ ჩვენ ისეთი ტიპის გამოწვევები გვაქვს, საგარეო გამოწვევები. ისეთი რამ ხდება გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომ საჭიროა აბსოლუტურად ერთი პირი საზოგადოების და ხელისუფლების, პოლიტიკური ელიტის, ამ შემთხვევაში მთლიანად, არ აქვს მნიშვნელობა. აი სულ მასენდება და ვთვლი, რომ სწორი იყო მაშინელი გადაწყვეტილება ლევან კაჩიჩილაძეს, როდესაც მან 2008 წლის ომის დაწყების პირველივე წუთებში მთავრობას გამოუცხადა აბსოლუტური ნდობა იმ თვალსაზრისით, რომ ეხლა იქ ვინ რას აკეთებდა ეს მეორე საკითხია. მთავარი რა ოპოზიციამ თქვა, რომ ჩვენ არ ვაქტიურობთ. თქვენ მოიქცეთ, რაც ხელისუფლებისთვის არის საჭირო. იმიტომ რომ გამოწვევა არის უსერიოზულესი. და თქვენ როცა მკითხეთ მე აფხაზეთთან დაკავშირებით, როგორც ცდილობს ახლა რუსეთის დაბრუნებას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ახალი სავაჭრო გზის გაჭრა იმ გზისა, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, გადმოტანა აფხაზეთის საქართველოს და დანარჩენი საქართველოს გავლით, სომხეთის ტერიტორიაზე გავლით. სომხეთის ტერიტორიაზე არსებული მისი რკინიგზის სამუშაოებით, ეს რუსეთის რკინიგზაა სინამდვილეში და ზანგეზურის კორიდორის გადაჭრით. და ირანში მოხდეს ისე. ეს არის ერთ-ერთი აი როგორ გითხრათ უმნიშვნელოვანესი ამოცანა. და ამის თაობაზე არის ცალკე სალაპარაკოა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავშალოთ ეს თემა ბატონო მოკა ამ ეტაპში. ხო, რასაკვირველია, უბრალოდ მე ვამბობ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევა, სხვადასხვა ტიპის გამოწვევებია. დასავლეთიდან თავისი გამოწვევა, ეს სანქციური პოლიტიკა, აბსოლუტური იდიოტიზმი რაღაცას წვალობენ ეს ევროპელები. რასაკვირველია, ძალიან ცუდი აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან ცუდი არ არის ასიამოვნო და მე ხელი შემშლელია რასაკვირველია. მოკლედ, როგორ არის, ცირე რაღაცა ქაოტური მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, ამას შორის ჩვენ ქვეყანაში და იმის მაგერად, რომ აი ამ ესემო სიტუაციაში რაღაცნაირად მოვახერხოთ მომზადება ხვალინდელი დღისათვის აი იმ რეჟიმში ვართ, რომელშიც ვართ. ბატონო მოკა 90-იან წლებში იყო ასეთი დაპირისპირება საზოგადოებას შორის. ახლა თქვენ მაგალითი მოიყვანეთ, რომ დიდი ხნის ნაცნობი ერთმანეთს უშეხება, ჯერ მის პოლიტიკურ კრედოს არკვევს, აბა პოლიტიკური იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება. საკუთარ დეში მეორე წელი არ მელაპარაკებოდა, იმიტომ რომ ზვიადის მომხრე იყო, მე მოწინააღმდეგე, მაგრამ ამას როგორ არის, რომ იქ შეისვალა სიტუაცია აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე. კი, ასაკურველია ზვიადისტი დარჩა, მაგრამ მაინც ამ უბედურებამ ხალხი გააერთიან, ასე თუ ისე. მე ძალიან კარგად მახსოვს მიუხედავად იმისა, რომ ლოთი ქობალიას მომხრენიც ცალკე იყვნენ, ლოთი ქობალიას გვარდიელების ბრძოლაც მახსოვს გუმისტაზე, ჩვენ გვერდზე ხდებოდა, გვერდზე იყვნენ, მართალი ხა ერთად არ ვიყავით, მაგრამ გვერდზე ვიყავით. და სხვა ადგილებშიც იყო ეს ამბავი. და ესე იგი რომ არა ვიღაცების შარევა კიდევ უკეთესი მდგომარეობა და კრეტინიზმი და სისულელეები, რომელიც აქეთა მხარემაც დაურქვე შესტომები. მე რაც იქ ნახე გვარდიელების ბრძოლის შედეგები ბრწყინვალე იყო, მაგრამ ნუ მე ქართულმა ხასიათმა იმარჯვა. აი მაგას გავანებოთავ, ეს არ არის მთავარი ხლამბიში. მოკლედ საბოლოო ჯამში არის ყველაზე მთავარი ის, რომ აი გავაცნობიეროთ ის გამოწვევები, რაც ჩვენ წინაშე დგას და რა უბედურების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ. ჩვენ არა ვართ ძლიერი სახელმწიფო. რას ნიშნავს ბატონო მოკა, რომ შეიძლება აღმოჩნდეთ? აი ეს თემაც თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს, იმიტომ რომ არ მინდა მაყურებელს დარჩეს უკმაყოფილება დღევანდელი ეთერიდან, რას თუ ვერ გავაცნობიეროთ სახელმწიფოს მშენებლობაზე გზაზე და ძალიან რთულ რეგიონში ვიმყოფებით. დგომი ქვეყანა. და თუ ამას ხელს შეუშვი, დავრჩები ქვეყანად და არა სახელმწიფოდ. და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც არის დამოკიდებული გარემოებებზე, რადგან ჩვენ ოკუპირებულია ნაწილი ჩვენი ტერიტორიის და აქედან სიმყარე გვაკლია მეთქი. სიმყარე მარტო ჩვენ კი არ გვაკლია, ჩვენს მეზობლებსაც აზერბაიჯანის თავი რომ მოაქვს, რომ არ იქა თეცხენზე როზეს. არ არის ეს ძალიან პირობითია აზერბაიჯანის. აი თუ მაგალითად ღმერთთან უკრას, მაგრამ საქართველოს ტერიტორია რო ჩაიკეტოს აზერბაიჯანის ენერგომატარებლებისთვის, ის ყველაფერი გვერდზე დარჩებათ. ეს ხდება ხოლმე ასეთი რამეს. თუ არ ეხლა მაგალითად აი ყატარის შემთხვევაში ეგ ხდება სირიის ტერიტორიაზე. ეხლა ეს სხვა თემაა.
რაღაც ხარჯკარა ბევრ ამაზე ლაპარაკობთ, მოდი გადავდოთ რა დანარჩენით ამ თემით, რომ ვერ ვასრულებთ ყველაფერს. კი, რა თქმა უნდა. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩვენი მოსაგვარებელია, ჩვენი შიდა პრობლემები. პირველ რიგში, იმიტომ რომ სახელმწიფოს არსებობაც შეიძლება აღმოჩნდეს კითხვის ნიშნის ქვეშ. რეგიონის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩნდეს და რეგიონი შეიძლება გახდეს თეატრი ერთმანეთში მსხვილი მოთამაშეების დაპირისპირებისა. რაც არაერთხელ ყოფილა ჩვენს ისტორიაში. ისტორიას მაინც გადავხედოთ რა. სპირალია ისტორია და განმეორება უყვარს. მოკლედ რა ვიცი ახლა მე გონია რომ სათქმელი ვთქვი და ახლა დანარჩენი. ამ ვითარებაში როგორ უყურებთ ბატონო მამუკა პრინციპს ჩვენ გადაცემას დასასრულს უახლოვდება მე ზუსტად ვიცი რომ მაყურებელი გამკითხავს რომ რატომ ძალიან ბევრი საყდურობს ხოლმე რომ რატო არ უზდის საეთერო ბადი სამწუხაროდ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული ბატონო მამუკა კიდევ იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და უფრო სლად ისაუბრებს იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც სამწუხაროდ ჩვენი ხალხი და რომელსაც არ ითვალისწინებს რა როგორც ოპოზიცია ასევე შეიძლება ხელისუფლებაც ამ ვითარებაში როგორ ფიქრობთ ბატონო მამუკა რა რუსეთ-საქართველოს როლს ურთიერთობის ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე რომ დროა დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან საერთოდ ჩუმად აკვირდება პროცესებს რაც საქართველოში ხდება. ლაპარაკის უფლება ინფორმაციის გავრცელების თვალსაზრისით ალბათ არა და ამიტომაც არიან ჩუმად არ უნდათ რომ მაგაზე მაგრამ მე შემიძლია უბრალოდ ვარაუდები გამოთქო რომ მე ხშირად გამიმეორებად კიდე ერთხელ მეორე როდესაც დაიწყო აფხაზეთში ის რაც დაიწყო ეს ესე იგი აქტიურობა ოპოზიციის ოპოზიციის ერთი ნაწილი ქალბატონი ნატალია სმირის მეთაურობით ხედავთ ტელევიზორის ეკრანზე იყო გამოჩიმული და ლაპარაკობდა იმას როგორ აი ამ პროექტი აპარტამენტო ტელების პროექტზე გულისხმობ რომ ამ პროექტის უკან დგას ივანიშვილი და ასახელებდა კიდე 4 მოსკოველ ქართველს რომლებიც ყიდულობენ აფხაზეთში მიწას და აფხაზების იქიდან გაღრაუნდა და მოკლედ ამ პროექტის განახორციელება სინამდვილეში ეს არის ივანიშვილის პროექტი მე შეიცვალა ისე დაახლოებით ოქტომბრისთვის ეს ასე ვთქვათ შინაარსი და უკვე ლაპარაკობდნენ ასახლებდნენ კრასნოდარის გუბერნატორს ტკაჩოვს რომელიც პროექტი სინამდვილეში ტკაჩოვია მართლა მაგრამ არის კიდევ ბევრი მაგრამ იმიტომ სხვა რამეებიც ხდება მე არ შემიძლია ყველაფრის თქვა ბუნებრივი არც იქნება სწორედ დავიწყე ახლა საუბარი ამაზე მაგრამ ის რომ ზოგრამეში ქალბატონი ნატალია სმირის და ზოგიერთი ოპოზიციონერის მოსაზრება ემთხვევა გარკვეულწილად რეალობას ასეც იყო. კი ბატონო მამუკა მართლა ძალიან დიდი მადლობა პრინციპში დასრულდა ჩვენი გადაცემა მაგრამ მოკლედ მითხარით თუ შეიძლება საგამოძიებო კომისიიდან ელოდებით თუ არა იმას რომ შედეგი იქნება ის რომ ნაციონალური მოძრაობა როგორც დამნაშავე პოლიტიკური ძალა იქნება გამოცხადებული და გაიყვანს უკვე გამოძიება მას პოლიტიკური ველიდან. ნაციონალური მოძრაობა ამისთვისაც ხომ არის რეალურად ნაციონალური მოძრაობა გამოცხადება თუ არა დამნაშავე ძალად ეს არ არის გადასაწყვეტი მთავრობის ეს არის გადასაწყვეტი ხალხის. აი თუ ხალხმა თქვა თავის ძირითად მაშინ რომ დამნაშავეა ესა თუ ის პარტია მასაგრული მე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილება და სასამართლო ასე თქვა ამ მიმართულებით მიიღებს საქმე. ხალხს შეუძლია თქვას ეს პარტია, ეს ჯგუფი, ეს ხალხი არის დამნაშავე და ამათ ესენი უნდა გასამართლდნენ. ხო თქვა? ასაგრული ხო თუ არ იქნა არავითარი დამადასტურებელი საბუთი ამ ზეიძახე რამდენიც გინდა. არა, იმ საბუთების დემონსტრირების შემდეგ. მაგრამ ერთი რამე ძალიან მნიშვნელოვანია. ხალხისთვის ამ შემთხვევაში მთავარი არის სიმართლე. მაგრამ სიმართლე სრული უნდა იყოს არა ფრაგმენტალური თუ ერთ შემთხვევაში ერთი ჯგუფისთვის არის სიმართლე და მეორე ჯგუფი არა იმიტომ რომ დღეს მეორე ჯგუფი კარგი ბიჭები გახდნენ არა ეგ არ ივარჯებს უნდა იყოს სიმართლე სრული და მაშინ მიიღებს ხალხის სწორ გადაწყვეტილებას ოშურის ქართველი ხალხი და საქართველოს მოქალაქეები მასაში დიდი მოვლენის შეფასებისას როგორც წესი არ ცდებიან ხოლმე კი ბატონო და იმედია ეს საგამოძიებო კომისია იმ კარგ ბიჭებსაც დაიბარებს, რომლებიც მაშინ ცუდი ბიჭები იყვნენ და დღეს კარგი ბიჭები გახდნენ და უკვე ხელისუფლებაში არიან ან ზოგი დეპუტატიც არის. აი ამ წინა წლებში როგორ რა საქმიანობდნენ, რა იყო? რადგან ხელი მოკიდეს ამ თემას, მაშინ კარგი ბიჭებიც უნდა აგონ პასუხი.
ჭყალებში კარგი ბიჭებს გულისხმობ გასაკვირველი, იმიტომ რომ სიმართლე უნდა იყოს სრული. ან არ უნდა იყოს. კი ბატონო, თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კომისიაც იქნება ისეთივე კომისია, როგორც იყო პაატა დავით აიას კომისია. ბატონო მამუკა, მართლა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის და საინტერესო საუბრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაყურებელმა ისიამოვნა დღევანდელი ეთერით, იმიტომ მიიღო ძალიან ბევრი ინფორმაცია, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით ბოლომდე ამომწურავად ბევრ საკითხზე საუბარი სამწუხაროდ ამის საშუალებას ჩვენი საეთერო დრო არ იძლევა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არიშიძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით და რა თქმა უნდა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. თუმცა მოგმართავთ ისევ თხოვნით, გაიზიარეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ. თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ძვირფას მაყურებლებო, ნახვამდის კარგად სარგებლობთ.